მოგლეთ ხალხო, დაჯექით, დაწყნარდით და ყური მიგდეთ, რადგან ილია თოფურია ისევ ასპარეზია და ისეთებს ამბობს, რომ ოკეანის გაღმა ამერიკელებსაც კი სლოკინი დააწყებინათ. იცით რა ხდება? ილია ამბობს დავბრუნდიო და არა უბრალოდ დავბრუნდი, რომ სადმე სავარჯიშო დარბაზში ჩრდილთან ვიკრივაო, არამედ პირდაპირ ვაშინგტონში თეთრი სახლის ეზოში მინდა ჩხუბიო. წარმოგიდგენიათ? 10 გამოდის ოვალური კაბინეტიდან, ხრებზე საქართველოსა და ესპანეთის დროშები აქვს მოგდებული და პირდაპირ ოქტაგონზე ხდება. ალბათ ბაიდენს ან ტრამპს, ვინც იქ დახვდება. ეტყვის, ძმაო, ერთი წუთით პულტი დამიჭირე, ახლა ვოლკანოვსკის ან კონორს მივხედავ და მოლღლო. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით გიჟური იდეას გავს, მაგრამ ილია ის ტიპი არაა ჰაერზე რომ ისროდეს სიტყვებს. თუ თქვა, ესე იგი უკვე დაგეგმილი აქვს, რომელი კუთხიდან დაარტყამს და როგორ დააგდებს მეტოქეს. აქ ჩდება მთავარი კითხვა, ვინ იქნება მსხვერპლი? ილიას უნდა რომ ეს იყოს ივნისში, White House card-ზე. ეს ხომ მხოლოდ ჩხუბი არაა, ეს არის განცხადება, რომ ის არის ახალი მსოფლიო წესრიგის დამამყარებელი UFC-ში. ახლა მოდით ცოტა ანალიტიკურად შევხედოთ სიტუაციას. ალექსანდრე ვოლკანოვსკი, კაცი ლეგენდა, კაცი მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში ყველას ასფალტზე აგებდა. მაგრამ მეგობრებო, მოდით ვიყოთ გულახდილები. ვოლკმა თავისი წილი ომები უკვე მოიხადა. მისი სხეული ჰგავს ძველ მერსედეს, რომელმაც 500.000 კილომეტრი გაიარა ტაქსზე. თან სულ აღმართებზე. კი ძრავა მუშაობს, ხმა კარგი აქვს, მაგრამ შიგნით ყველაფერი ჭრიჭინებს. ილიამ კი ის ერთი დარტყმით ისე გააჩერა, რომ ვოლკანოვსკის დღემდე ალბათ სიზმარში ესმის იმ დარტყმის ხმა. ხალხი ამბობს, ეს შემთხვევითობა იყო. ერთი რაუნდი ხომ ვოლკმა მოიგო. იცით რას გეტყვით? ეგ იგივეა კაცმა ხინკალი ჭამოს, 19 ცალი იდეალურად ჩაკვიჩოს და მე-20-ზე კუჭი აეწვას. რა მნიშვნელობა აქვს პირველი 19 როგორი იყო თუ ბოლოს მაინც ცუდად გახდი? ილიამ დაამტკიცა, რომ მას არ სჭირდება 5 რაუნდის სირბილი. მას სჭირდება ერთი წამი, ერთი ზუსტი მომენტი და შენ უკვე ასტრონავტი ხარ. ვარსკვლავებს ითვლი იატაკზე დაწოლილი. და აქ შემოდის კონორ მაკგრეგორის თემაც. წარმოიდგინეთ ეს სცენარი, თუ ილია და კონორი ერთად აღმოჩნდებიან ოქტაგონზე. ეს იქნება არა სპორტული ღონისძიება, არამედ ნამდვილი მიწისძვევა. კონორი, რომელიც ბოლო დროს უფრო მეც ტვიტერში ჩხუბობს ვიდრე კალიაში, და ილია, რომელიც მშიერი მგლივით იყურება. ილია ამბობს, რომ თუ მაკგრეგორი არ დაბრუნდება, ქამარს ჩამოართმევენ და ის გახდება დაუმარცხებელი მრმათველი. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ვოლკანოვსკის რემატჩი არ უთხოვია. რატომ? იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობა არ აქვს. უბრალოდ როცა კაცი ერთხელ ისე დაგაძინებს, რომ გამოღვიძებულ საკუთარი სახელი აღარ გახსოვს, მეორედ იმავე თავგადასავალში გადაჭვება დიდი სიამოვნება არაა. 155 ფუნტში ილიამ ყველაფერი დაასუფთავა. იქ აღარავინ დარჩა, ვისაც მისი შეშინება შეუძლია. ახლა მისი მზერა 155 ფუნტისკენ არის მიპყრობული. ილია თოფურია არ არის მხოლოდ ჩემპიონი, ის არის ფსიქოლოგიური ტერორისტი. კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. ის მეტოქის თავში შედის, კარებს შიგნიდან კეტავს და გასაღველს გადააგდებს. ის არა მხოლოდ ფიზიკურად ანადგურებს ოპონენტებს, არამედ მათ სულში ეჭვით ესავს. სწორედ ამიტომაა მისი დაბრუნება ასეთი მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ ქამრის დაცვა, ეს არის ახალი ერის დასაწყისი, სადაც გართული გენი და ევროპული დისციპლინა ერთად ქმნის ისეთ მონსტრს, რომლის წინააღმდეგ წამალი ჯერ არ გამოიგონიათ. ხედავთ რა ხდება? ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიაზე, რომელიც ჩვენს თვალწლნი იწერება. ილია არ მოდის, რომ მონაწილეობა მიიღოს. ის მოდის, რომ წაიღოს ყველაფერი, ფული, დიდება, ქამრები და მეტოქეების სიმშვიდე. და თუ იმეს გონია, რომ ეს მხოლოდ იღლატი იყო, მაშინ მზად ეყავით. ივნისში ვაშინგტონში ან სადაც იქნება, ილია ამ იღლატს ისევ გაიმეორებს და მერე ვნახოთ რა სიტყვიან კრიტიკოსები. ახლა მოდი ჩაუღრმავდეთ იმას, თუ რა ხდება ოკეანის გაღმა ექსპერტების თავებში. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ზოგიერთი კრიტიკოსი ისე ლაპარაკობს, თითქოს ილიამ ვოლკანოვსკის კი არ მოუგო, არამედ ქუჩაში იპოვა $100 და გაუხარდაო. ამბობენ, ეს ერთი რაუნდი იყო, ვოლკი იგებდაო, უბრალოდ ხელი გაუვარდაო. ბიჭო, ხელი როგორ უნდა გაგივარდეს ისე, რომ კაცი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაიყვანო და ძილის წინ ზღაპრის მოყოლაც კი არ დააცადო? ეს ხომ ჭადრა კი არაა, სადაც ფიგურა შემთხვევით დაგივარდა. ეს არის წამიერი სიზუსტე, რომელიც წლების განმავლობაში იწრთობოდა. ილია თოფურიამ ისეთი რამ გააკეთა, რასაც ბევრი დიდი ჩემპიონი ვერ ბედავს. მან ვოლკანოვსკიში რაღაც გატეხა და ეს რაღაც არ არის მხოლოდ ცხვირი ან ყბა. მან გატეხა მისი რწმენა საკუთარ დაუმარცხებლობაში. შეხედეთ ვოლკს. კაცი, რომელიც ადრე ყოველ კვირა მზად იყო ჩხუბისთვის, ახლა ჩუმად არის. ეს სიჩუმე კი უფრო ხმამაღალ აყვირის, ვიდრე ნებისმიერი ინტერვიუ.
როცა მეფეს ტახტიდან ასეთი სისასტიკით აგდებ, ის მეფე სახლში მიდის, შუქს აქრობს და ფიქრობს, ნუ თუ მართლა ასეთი ძლიერია ეს ბიჭი? მოდით ანალიტიკურად მიუდგეთ. ილიას გამარჯვება არ ყოფილა შემთხვევითობა. ეს იყო სისტემური ნგრევა. პირველ რაუნდში ვოლკი შეიძლება ქულებით ლიდერობდა, მაგრამ ილია მასზე ნადირობდა. ის იყო მონადირე, რომელიც ელოდა როდის დაუშვებდა მსხვერპლის შეცდომას. და როგორც კი ვოლტმა წამით თვალი დაახამხამა, ილიამ ისტორია დაწერა. ეს არ არის იღბლიანი დარტყმა, lucky shot. ეს არის სიკვდილის განაჩენი, რომელიც წინასწარ იყო გამოტანილი. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. 155 ფუნტი, მსუბუქი წონა. ილია ამბობს, რომ არ აპირებს მხოლოდ ერთ წონაში გაჩერებას. მას უნდა რომ ისლამ მახაჩევს ან ნებისმიერ სხვა მონსტრს დაანახოს, რომ საქართველოდან წამოსული ბიჭისთვის წონა მხოლოდ ციფრებია სასწორზე. ხალხი ამბობს, ხაბიბის მემკვიდრეობა ხელშეუხებელიაო. კი ბატონო, ხაბიბი იყო კლდე, მაგრამ ილია არის დინამიტი, რომელიც ნებისმიერ კლდეს ააფეთქებს. ის არ მოდის იმისთვის, რომ ვინმეს რეკორდები გააუმჯობესოს. ის მოდის, რომ წაშალოს ძველი სტანდარტები და დაამკვიდროს თავისი, თოფურია სტანდარტი. იცით რა არის ილიას მთავარი იარაღი? მისი აურა. როცა ის ყალიაში შედის, იქ ჰაერიც კი იცვლება. მეტოქეები გრძნობენ, რომ მათ წინაშე დგას ადამიანი, რომელსაც წაგების იდეა საერთოდ არ გააჩნია პროგრამულ უზრუნველყოფაში. ეს იგივეა, სცადო და გააჩერო მთიდან დაგორებული ლოდი. შეგიძლია ეცადო, მაგრამ შედეგი მაინც ერთი იქნება. ილია დასცინის იმათ, ვინც მას ეჭვის თვალით უყურებს. ის ამბობს, თქვენ ილაპარაკეთ, მე კი ქამრებს დავაგროვებო. და აი აქ შემოდის ქართული ხასიათიც. ცოტა ამბიციური, ცოტა თავდაჯერებული და ბოლომდე მებრძოლი. ჩვენ არ გვიყვარს მეორე ადგილი. ჩვენთვის ან პირველი ხარ, ან სუფრაზე თამადად არ დასვავენ. ილიამ ეს იცის და სწორედ ამიტომ მიდის ვაბანგზე. თეთრი სახლი, კონორ მაკგრეგორი, 2 წონის ჩემპიონობა. ეს ყველაფერი ვიღაცისთვის ზღაპარია, ილიასთვის კი სამუშაო გეგმაა ორშაბათიდან პარასკევამდე. ის ჩხუბობს მხოლოდ ფულისთვის, ის ჩხუბობს მემკვიდრეობისთვის, ლეგესი. მას უნდა რომ 50 წლის შემდეგაც, როცა ჩვენი შვილიშვილები UFC-ს უყურებენ, თქვან, იყო ერთი ქართველი, რომელიც ყველას აძინებდა, ვინც კი ზედმეც გაბედავდაო. ეს არის ფსიქოლოგიური დაპყრობა. ილია უკვე ზის ყველა პოტენციური მეტოქის ქვეცნობიერში. ისინი ვარჯიშობენ, ოფსღვრიან, მაგრამ სადღაც ტვინის კუთხეში მაინც ეფიქრებათ, რომ რა ვქნა თუ ის მარჯვენა მეც მომხვდა? აი ამ კითხვაზე კი პასუხი არავის აქვს. იმიტომ რომ როცა ის გხვდება, პასუხის გაცემის თავი აღარ გააქვს. უბრალოდ ითიშები და იღვიძებს სხვა რეალობაში. მოდით ახლა ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. ქამრებიც, ფულიც და ის დავიდარაბაც ვაშინგტონში ჩხუბიჯობია თუ მადრიდში. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ილია თოფურია არ არის ტიპი, რომელიც უბრალოდ კოლექციონერია და სახლში თაროზე რკინებს აგროვებს. არა მეგობრებო, ეს კაცი ჩრდილებზე ნადირობს. ის დასდევს იმ ლეგენდებს, რომლებიც აქამდე ხელშეუხებლად გიგვაჩნდა. ხშირად მესმის, ხაბიბი სხვა იყოო, ისლამი სხვა დონეაო. კი ბატონო, იყვნენ და არიან, მაგრამ ილიას ამბიცია იცით რა არის? მას უნდა რომ როცა ხალხი ყველა დროის საუკეთესოზე GOAT დაიწყებს ლაბარაკს, პირველი სახელი, რომელიც ენაზე მოადგებათ, სწორედ თოფურია იყოს. და ეს არ ხდება მხოლოდ სტატისტიკით. ვინჩივის სტატისტიკას? სტატისტიკა ბუღალტრებისთვისაა. ბრძოლა კი ემოციაა, შიშია და ის აურაა, რომელსაც ოქტაგონზე შემოიტან. დაფიქრდით, რატომ ვამბობთ დღემდე, რომ ილია 145 ფუნტში საუკეთესოა, მიუხედავად იმისა, რომ ხოსე ალდოს ან სხვებს მეტი დაცვა ჰქონდათ. იმიტომ რომ ილიამ ის კაცი გათიშა 8 წუთზე ნაკლებ დროში, ვისაც ყველა დაუმარცხებლად თვლიდა. მან არამხოლოდ მოიგო, მან დაამცირა ის სტანდარტი, რომელიც მანამდე არსებობდა. ეს არის ფსიქოლოგიური დაპყრობა, როცა შენს სახელს ახსენებენ და მეტოქეს მუხლები უთამაშებს. აი ეგ არის ნამდვილი ჩემპიონობა და არა ის რამდენი წელი გეკიდა წელზე ოქროს ნაჭერი. ახლა კი გადავიდეთ 145 ფუნტზე. ეს არის ნამდვილი სიკვდილის ზონა. იქაური მთები ისეთი ციცაბოა, რომ ბევრი იქიდან დაგორებულა. მაგრამ ილია, ის ამ მთას ისე უყურებს, როგორც ჩვეულებრივ გორაკს თავის ეზოში. მას უნდა 2 წონის ჩემპიონობა, რომ სამუდამოდ დაასრულოს დებატები. წარმოიდგინეთ სცენა, ილია დგას 2 ქამართან ერთად და კამერას ეუბნება. კიდევ გაქვთ კითხვებიო? და აი მანდ ყველას ენა ჩაუვარდება. კრიტიკოსებსაც, ჰეიტერებსაც და იმ ექსპერტებსაც, ვინც ამბობდა, რომ პატარაა და ვერ გაქაჩავსო. ილიას ბრძოლის IQ, fight IQ, რაღაც სხვა განზომილებაა. ის არ არის უბრალოდ მუშტების მქნევილი ბიჭი. ის არის ქირურგი, რომელიც ზუსტად იცის, სად უნდა გააკეთოს განაკვეთი. ის უყურებს მოქმედ ჩემპიონებს და მათში ხედავს არა საფრთხეს, არამედ შესაძლებლობას. მინდა ის ახლავე, ეს არის მისი დევიზი.
არანაირი გაქცევა, არანაირი მოსინჯვა, პირდაპირ ეპიცენტრში. და ბოლოს, მოდით რეალურად შევხედოთ, რა სჭირდება ილიას, რომ 145 ფუნტშიც საუკეთესო გახდეს. ალბათ იგივე, რაც აქამდე გააკეთა, დაუნდობლობა. მას არ აინტერესებს მეტოქის სახელი, მისი რეგალიები ან ის, თუ რამდენჯერ აქვს დალოცვილი ხაბიბს. ილია მოდის, რომ დაწვას ძველი ხიდები და ააშენოს ახალი იმპერია. ეს არის ქართული ჟინი, რომელიც შერეულია მსოფლიო კლასის პროფესიონალიზმთან. მოკლედ ხალხო, მოემზადეთ. ივნისი ახლოსაა. თეთრი სახლი იქნება თუ მედისონ სკვერ გარდენი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მატადორი დაბრუნდა და ის ისეთივე მშიერია, როგორც პირველ დღეს. თუ გგონიათ, რომ პიკი უკვე ვნახეთ, ძალიან ცდებით. ეს მხოლოდ პირველი თავია იმ წიგნისა, რომელსაც ქვია როგორ დაიპყრო ქართველმა მსოფლიო. და ვინც ამაში ეჭვი შეიტანს, ვოლკანოვსკის ჰკითხეთ. ის გეტყვით როგორია თოფურიის ძილი. ისტორია იწერება ახლა და ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. ილია თოფურია, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ თუ გულით გინდა, თეთრი სახლის ეზოშიც ააგებინებ ოქტაგონს და იქაც ისე გაალამაზებ მეტოქეს, როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება. ველოდებით ივნის, ველოდებით ახალ გამარჯვებებს. გაუმარჯოს მატადორს.